ევროპაში მე შორის უნგრეთს სტუმრობთ ხოლმე ხშირად. ვიზას იღებთ ხოლმე წინასწარ თუ აქამდე უნგრეთში არ გჭირდებოდათ ვიზა? მოვაგვარებთ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად. შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზასთან. ირაკლი კობახიძემ გუნდის დამშვიდება ასე მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა ევროპაში უვიზო მიმოსვლის პრივილეგია საბოლოოდ დაკარგეს. ოცნების პრემიერი ამ გადაწყვეტილების შემდეგ დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა და დაწესებული შეზღუდვების გამო ევროკავშირი გალანძღა. ქართული ოცნება საკუთარ პოლიტიკაში არაფრის შეცვლას არ აპირებს. რაც აჩენს საფრთხეს, რომ ევროკავშირის მომდევნო გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება იყოს. ჩვენ გვაქვს ორი კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, რომელიც საით მიაქანებს, ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. მე მახსოვს სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთ და იგივე ობიექტს 5 ჯერ და ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5 ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. აი სააკაშვილის სტანდარტია, ნაცმოძრაობის სტანდარტი უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია, საერთოდ აღარ არის ესეც საინტერესო, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საკითხი საინტერესო. ირაკლი კობახიძის გუნდში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ევროკავშირის შავ სიაში მოხვედრა მათთვის არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორადაც წარმოჩენას ირაკლი კობახიძე ცდილობს. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ რაც თავარი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით ვიმგზავროთ. ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელმაც ოცნების ყველა ჩინოვნიკს სავიზო რეჟიმი დაუწესა, არ ნიშნავს მხოლოდ ვიზის რიგში დგომას. არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონსული და გასცემს თუ არა საერთოდ ვიზას. ამ მძიმე გადაწყვეტილების ფონზე ქართული ოცნება ჯერ ისევ ფიქრობს, მოამზადოს თუ არა ვიზიტი ევროპარლამენტში, სადაც ამ კვირაში ქართული ოცნებისთვის მძიმე დებატებია ჩანიშნული. ევროპარლამენტში ანტიქართული დებატები არავისთვის გასაკვირი არ არის, უკვე მეშვიდე თუ მერვე რეზოლუცია, სადაც კატეგორიულად ინაშქრებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ამას თითქოს და ხელისუფლების წინააღმდეგ ლაშქრობას არ ქმნიან. ვიზების აღება აუცილებელია, თუკი წასვლა გადავწყვიტეთ ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პროფესორი გეტყვით ამ ეტაპზე. ქართული ოცნების დღის წესრიგი სავარაუდოდ მას შემდეგ აირია, რაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოულოდნელად საგანგებო დებატები ჩაინიშნა. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პოლიტიკოსისა და სინდისის სხვა პატიმრების შესახებ 4 შაბათს იმსჯელებენ. ევროპარლამენტში გაიმართება საგანგებო დებატები საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებთან დაკავშირებით და გამოყოფილია კონკრეტულად ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, რომელიც დაპატიმრებული ყავს რეჟიმს მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლე დააწერა სამარცხვინო კორუმპირებული რუსი კალაძის პლაკატს. ერთი მხრივ მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური განაცხადი და მხარდაჭერა პოლიტიკური ტყვეების მიმართ და მეორე მხრივ ეს საფუძვლად დაედება კიდევ უფრო ახალ მნიშვნელოვან სასანქციო გადაწყვეტილებებს ჩემი აზრით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, იმიტომ რომ როგორც წესი ევროპარლამენტის რეზოლუციები ქმნის მერე სანქციებისთვის საფუძველს და ესენ კი იძახიან ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალისფასი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპარლამენტი არის, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორ იქნება ევროპული სტრუქტურების პოლიტიკა კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში თუ მნიშვნელოვან განაპირობებს მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუტების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართ ის, რომ ხელს ამას არავინ არ ართმევს, მათ შორის არის მაგ რეზოლუციების დამსახურებაც. ევროპელი დეპუტატები საგანგებო დებატების შემდეგ პოლიტიკურ პატიმრებზე რეზოლუციასაც მიიღებენ. დოკუმენტზე მუშაობა უკვე ფინალურ ეტაპზეა, თუმცა ყოფილი დიპლომატები ევროკავშირს მოუწოდებენ ლაპარაკთან ერთად ოცნების წინააღმდეგ უფრო მკაცრად იმოქმედონ. საკმარისია რა ეს მსჯელობები, ეს მართლა უკვე გადაიქცა ლაყბობად, საქმეს მიხედო რა, ნაკლები საუბარი და მეტი საქმე. საქმეში გულისხმობ გაამუშავონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც მათ ხელში ჯერ კიდევ არსებობს, თორე ცოტა ხანში ეგ ბერკეტებიც არ ექნება. ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და იმ საფრთხეებზე წერს, რაც ქვეყანაში ირანული გავლენების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს, ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მტრებად გამოაცხადა და გამოკითხვაზე დაატარებს. თუმცა დუმს ისეთ ფაქტებზე, რომელმაც ქვეყნის უსაფრთხოებას შესაძლოა რეალური რისკი შეუქმნას. პრობლემა არ არის ის მაგალითად, რომ ირანის საელჩოსთან დაახლოებით 100 ადამიანი იკრიბება და იმ მოწოდებებს აკეთებს, რასაც ნახეთ ალბათ თუნდაც გაიცანით ამ ყველაფერს. ამით არ უნდა ინტერესდებოდეს ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს პარლამენტის წინ იგრებება ხოლმე 100 ადამიანი და აკეთებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ყველაფერს მართვა ჭირდება. თინახი და შელი და ამ შემდეგ არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე იყო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. ხო, სხვას ვერაფერს ვერ შევადარებ. მოუწოდეთ სახელმწიფო სადმე ვახსენე ხა დაჭერა, მე ვაცხადებ, რომ ისინი მე ვაცხადებ, ამას შეიძლება სამართლებრივი სტანდარტით დამტკიცება. მაშინ თქვენ წინასწარად მაცხადებთ პოლიტიკური სტანდარტით მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ქართული ოცნება შესაძლოა სერიოზულ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვეს. ირკვევა, რომ ელჩების ლანძღვასთან ერთად დიპლომატები სავარაუდოდ თვალთვალის ობიექტებიც არიან. ესეჭვი გააჩინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებულმა ტელევიზიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც ბუნებრივია საუბარია ასევე იგივეზე, რაც საკეთებენ ისინი საჯაროდ, ხო ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. დიპლომატებზე თვალთვალი არ არის ვენის კონვენციის დარღვევა დიპლომატებზე აი მაგალითად გერმანიის ელჩის მანქანაზე ადევნება და კამერის ჩანაწერები საიდან გაჩნდა ახლა თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას ამ ქვეყანაში, იცით რომ არის გერმანიის ელჩი. ან დიპლომატებზე თვალთვალი არ არის კონვენციის დარღვევა. არღვევს. ჯერს ამერიკის ელჩიც. თუ კი ვინმე არღვევს ვენის კონვენციას, ეს არის პირველ რიგში გერმანიის ელჩი. ელჩებზე რომ უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს, ამის შესახებ შაბათის ეთერი 3 წლის წინ სუსიდან მოპოვებული ფაილების საფუძველზე საუბრობდა. მაშინ ინტერესის ობიექტი ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იყო. ტელეპირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის 5 ფაილი მოიპოვეს. აქედან 2 ფოტო, 2 ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობები იყო. სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი.